დილამშვიდობის დღეს ძალიან ადრე გავიღვიძე, გავიკეთე ყავა, 9-ზე გავიღვიძე, 10-ზე ავდექი, 11-ის ნახევარია ეხლა, 2-ზე სამსახურში უნდა ვიყო, ანუ პირველზე უნდა გავიდე აქედან და უნდა მოვასწრო დასვლა ჩემი გამომწერის გამოგზავნილი ამანათი ჩამოვიდა და ესე იგი სოფელში რო ვიყავი. დღეს არის უკვე 3 იანვარი. ხო და სოფელში რო ვიყავი, მე მგონი 30-ში მომივიდა მესიჯი. რომ ესა 4-6 სამუშაო დღეში ჩამოვაო თქვენი ამანათიო. ხო და გუშინ მომივიდა მესიჯი ჩამოვიდაო. და ეხლა სანამ სამსახურში წავალ, უნდა გავიქცე რუსთაველზეა პოსტაში უნდა მოვიტანო ამანათი და გავხსნა და მე თვითონაც არ ვიცი რა დამხდება. ესე იგი როგორი ის არის, იცით, ეხლა კამერაში და ნახეთ, ეს ჩემი მაყურებელი არ არის დიდი ხნის მაყურებელი რა. ხო და როგორც კი დაიწყო ჩემი ვიდეოების ყურება, მალევე დამიკავშირდა და ესა რა ქვია ამანაც გიგზავნიო. ხო და დააგვიანდა, იმიტომ რომ ანუ გამოგზავნა დააგვიანდა, იმიტომ რომ რაღაც ნივთებს ელოდებოდა კიდევ. ხო და ბარემ ერთად გამოვაგზავნიო. ხო და თან კიდევ ახალი წლის პერიოდი როა, ზოგადად ამანათები იგვიანებს რა. ხო და ჩამოვიდა. ძირითადად საახალწლო რაღაცეები აქვს გამოგზავნილი. ანუ არ მეუბნება, მაგრამ როგორ იყო იცით? ყოველ ლაპარაკზე ხანდახან საღამოს დარეკავდა ხოლმე სამსახურის შემდეგ ლაპარაკობდით და ყოველი საუბრისას წამოწდებოდა ხოლმე რაღაც 1-2 ნივთი რა ჩადო, წამოწდებოდა ხოლმე და მე იტყოდა, მეც არ გეტყვი შანსი არა, თორემ მე სურპრიზი არ გამოვაო და სულ ეხუმრებოდი ხოლმე, რომ მეთქი შენ კიდე წამოგწდება რაღაცა და კიდე ესა რა ქვია, თქო, რა გაქვს ჩადებული თქო და ესე ხუმრობდით ერთმანეთში, მაგრამ გუშინვე მესიჯები და ესე იგი იმდენი ხანია გამოგზავნილი მაქვსო, რომ მეც არ მახსოვსო რეები ჩავალაგრო და მე შენთან ერთად გავხსნიო ვიდეოს რო უყურებო რა. ხო და რაღაცები მახსოვს, ეხლა შტატივი გამომიგზავნა, როგორც ვიცი და ესა კიდე ვიცი, ნაძვის ხის სათამაშოებიც უნდა იყოს. ცოდნია თურმე ბევრი რამე ნელ-ნელა გამახსენდა. ნაძვის ხის სათამაშოებიც უნდა იყოს, კიდევ უნდა იყოს რა ქვია საახალწლო თოვლის ბაბუა, ალბათ თოვლის ბაბუის ფორმა ან ნაძვის ხის ფორმა გასაბერი რა. ანუ ბუშტი არის თოვლის ბაბუის ან ნაძვის ხის ფორმის დიდი. და კიდე არის ესა ოთახის განათება, აი როგორ იცით, როგორ გითხრათ, იმის ფორმა აქვს, რა ქვია, კოსმონავტის ფორმა აქვს და ანათებს მთელ ოთახს ლამაზად. სხვა არაფერი არ ვიცი. ხო და ეხლა ერთი სული მაქვს, როდის წავალ და მოვალ, იმედია მივაგნებ და იმედია ესა რა ქვია მოვაგნებ. იმიტომ რომ რა ვიცი, იმ დღეს 31-ში რა მეტაკა არ ვიცი, მაგრამ იმდენი რამე გადამხდა თავს, იმდენი უბედურობა შემემთხვა, მაინც ბედნიერი ვიყავი. მაგრამ რა ვიცი, ტაქსი ორჯერ გამოვიძახე იმ დღეს და ვერ მომაგნო, ვერ მივაგენი და ეხლა კიდე ესა რა ქვია მეტროთი შემიძლია გასვლა რუსთაველზე
და იქიდან კიდე ფეხით მისვლა მაშინ რა ქვია ან მეტროდან ტაქსი უფრო ნაკლებად დაწერს ვიდრე აქედან, მაგრამ ეხა მაგდენი პოდიალის დროც არ მაქვს, ნერვებიც არ მაქვს, ერთი სული მაქვს როდის მოვიტან ამანაც და გავხსნი, ასე რომ პირდაპირ გამოვიძახებ ტაქსს, ჩავჯდები, წავალ, მოვალ. თუ არ მაწვალა ისევ ტაქსმა, მაგრამ წინაზეც აქედან გამოვიძახე და ჩვეულებრივად მოვიდა. მაინც მოუსწრო ახალ წლებს. ძალიან განიცდი და იმასაც, რომ საახალწლო რაღაცეები ხო აქვს გამოგზავნილი და მაინც მოუსწრო. მე დაახლოებით ვივარაუდე, რომ შობას უკვე მექნებოდა ამანათი, მაგრამ უფრო ადრეც ჩამოვიდა. ხო და ჩამოვიდა და აუცილებლად გამოვიტან. იმაში რა ქვია ჩემთან არის აქვე ახლოს ეგ ადგილი. აი იუსტიციის სახლი როა, ხო იცით, ულამაზესი შენობა როა, სოკოსავით დახურული, ესე ვთქვათ, მე მგონი სოკოს ეძახიან, იმიტომ რომ მაღლა რო ისა აქ რა, თეთრი თავები რო აქ. ეგ შენობა როა. მაგის გვერდით ყოფილა ყინულის მოედანი. საახალწლოდ გაკეთებული, რომელიც არის უფასო სხვათა შორის. რა ვიცი, ციგურებიც, სრიალიც, ყველაფერი უფასო ყოფილა. TikTok-ზე ვნახე. TikTok-ზე ვნახე და აქვეა სხვათა შორის ეგ ადგილი. ანუ არაა ძალიან შორს, უბრალოდ უნდა გადაყვეთო ეს და გადახვათ ჩვეულებრივად, ხო და ეგეც ძალიან მინდა, მანდ რომ წავიდე. მაგრამ დღეს მაგას ვეღარ მოვასწრებ. და სხვა დღეებში ვნახოთ, სანამ იქნება თუ მოვასწარი გასვლა. სრიალი კი ვიცი მე. იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია ერთი, ჩემი ნათესავი, ანა მარია, რომელსაც ჰქონდა ბავშვობაში ჯერ 4 ბორბლიანი ისა რა, ციგურები, როლიკები, ესე ვთქვათ. ჯერ 4 ბორბლიანი ჰქონდა, როგორ იცით, ანუ როგორც მანქანას აქ ერთი აქ, ანუ ესე გაშლილად ჰქონდა ბორბლები და ჯერ მაგით ვისწავლეთ ორივე. მე და ეგ 24 საათი დილიდან საღამომდე ერთად ვიყავით ხოლმე, სულ მაგასთან ვიყავით. ხო და ჯერ მაგაზე ვისწავლეთ სრიალი ორივემ. მერე იყიდა ესე რო აქვს სწორად 4 ბორბალი შუაში. მაგით სრიალი ხო უფრო რთულია. აი ესე სწორად აქვს 4 ბორბალი შუაში და ოდნავ იქეთ გადაიხრები, წაიქცევი, ოდნავ აქეთ გადაიხრები, წაიქცევი. მერე მაგაზეც ვისწავლეთ სრიალი და მოკლედ დავიწყებული თუ არ მაქვს სრიალი ვიცი რა. ველოსიპედით კატავიც მაგასთან ვისწავლე. მაგას უყიდეს ველოსიპედი 4 ბორბლიანი რა, 2 პატარა ბორბალზე და მამამისი გვასწავლიდა ხოლმე ტარებას მე და ანა მარიას. ხო და იქ შუაში იდგა დიდი ხე მაგათ ეზოში, მსხლის ხე, რომელიც ეხლა მოჭრეს. ხო და ყოველთვის მაგ ხეს ვეტაკებოდი. ანუ ველოსიპედით რო გავიკატავებდი, სულ მაგ ხეს ვასყდებოდი. ხო, მერე მოვხსენით ნელ-ნელა 2 ბორბალი მოგვიხსნა და გადაგვიყვანა 2 ბორბალზე და ველოზე კატაობა, როლიქზე კატაობა, მაგათთან ვისწავლე მოკლედ. მაგისი ველო მაჩუკა მე მამამისმა და მაგველოთი ერთხელ მახსოვს მივდიოდი მაღაზიაში თუ სადღაც მივდიოდი. ხო და ესე ორ ხელგაშვებული ტარება მქონდა ნასწავლი და
აი ესე გაუშვი ორივე ხელი და ჩქარა მივდივარ და რო ათამაშდა ეს რული და წავიქეცი ამილეწე როგორ იცით? გავიხეხე მუხლები, ფრჩხილი გზაზე, ტრასაზე, რო ეს ფრჩხილი მქონდა გადამძვრალი სულ და სისხლიანი და ვაიმე რას ვჭყავდი. ნუ ეგ ფრჩხილი გადამძვრა, რა თქმა უნდა, ამომივიდა ახალი. ხო და ესე აბა ამას ხო ვერ ეღირს საგადაძრომა. მანიკურივით რომ მაქვს ეს შავი. თითქოს წვრებოდა, მაგრამ ჯერ ახალი არ არის, კარგად წამოსული და ახალი ამოაწვება ამას. მოაწვება და ამ ძველს გადააგდებს. ნუ გადაძვრება ეს რა, ესე არ დარჩება. მე მეგონა რომ სიშავე გაქრებოდა და ჩხილი არ გადაძვრებოდა, მაგრამ რავი, კაი ხანი ეგრე მეგონა, იმიტომ რომ კაი ხანი ჩხილი არ გადამძვრალა და ეს სიშავეც ღიავდებოდა ნელ-ნელა და ვიფიქრე რომ ეს სიშავე გაქრება და ძველი ჩხილი დარჩება ისე ვთქო, მაგრამ აი ქვემოდან ვხედავ რომ მოძრაობს უკვე რა ეს ჩხილი ძველი იწევს მაღლა და ქვემოთ არის ახალი ჩხილი. რომ დამაგვიანდება სულ ესე ვიცი რა, ხან ვიკოტრიალებ, ხან ვიტიტინებ და აი ესე მერე მაგვიანდება საქმეზე. რაღაცა საღამოს და მაგასაც ჩაგისვავთ ბოლოში ჩემი საუბრის მერე და ამანაც ის გამყუთვის ვიდეოს ცალკე დავდებ. აი ესე აჯობებს. წავედი აბა ეხლა ყავას დავდე უცებ, გავიქცევი, ამანაც მოვიტან, თუ არ დავიკარგე. ამანაც არა მეგობრებო, თბილისი ცოტათი კი არა, კარგად დამამუღამე. ოღონდ მეტრო მარტო, მეტრო და ტაქსი, ავტობუსები მე ეგეთები არ ვიცი. მარტო მეტრო და ტაქსი იშვიათად. ხო რავი, თბილისი თუ ისე თბილისი ძალიან დიდი ქალაქია და ნელ-ნელა კიდევ უფრო ბევრ სხვადასხვა ულამაზეს ადგილებს მოვინახულებ დასვენების დღეებში. ეს რა დამემართა. მოვედი ფილიალში და ამანათი ვერ წამოვიღე. იმიტომ რომ პირადობა არ მაქვს და ვერც ფოტოთი ვერ ვიზავთო, ვერც პირადი ნომრის კარნახით. თვითონ პირადობაო უნდა მოგცეთო, ან მართვის მოწმობაო, ან რაღაცაო. ხო და პასპორტი არ მაქვს. პირადობა სოფელში დავტოვე, დედაჩემს სჭირდებოდა რაღაცის გასაკეთებლად და აი ახლა უნდა ველო და დედაჩემი როდის გამომიგზავნის, მერე უნდა გავიდე დიდუბეში, პირადობა გამოვართვა მარშრუტკის მძღოლს და მერე უნდა გამოვგუნდე უკან. აქვე ყოფილა ხალხო აგერა რუსთაველი და უცებ აქვე ყოფილა ფილიალი და ტაქსით კი მოვედი, მაგრამ აგერ არის რუსთაველზე ვარ ეხლა პარლამენტის შენობის წინ. მოვედი და რა დამემართა. ამანათი ვერ გამოვიტანე. და რატომ? დედაჩემს რა უთხარი. რამდენი ხანია იძახის, პირადობა ჭირდებოდა ჩემ რაღაცა საბუთის გასაკეთებლად და რამდენი ხანი იძახდა გამომიგზავნე პირადობა, გამომიგზავნეო და ეხა სოფელში რო ჩავედი, დავტოვე. ეხა პირადობა მნიშვნელოვანი რაღაცაა, მაგრამ პირადი ნომერი როცა იცი პირად მეთქი კაი, რა ვიცი, რაში უნდა დამჭირდეს ეხა პირადობა თქო და დავუტოვე დედაჩემს. დავუტოვე და ჩამოსვლიდან აგერ 4-5 დღეში დამჭირდა.
მივედი საქართველოს ფოსტაში, ხო და პირადობა მომაწოდეთო და პირადი ნომრით ვერ იზავთ თქო და არაო, პირადი ნომრით სამწუხაროდ ვერაო. ფოტოთი თქო, პირადობის ფოტოთი თქო, ვერაო, პირადობის ფოტოთი არაო. უნდა იყოს რამე საბუთი, სადაც ასახული იქნებაო თქვენი მონაცემებიო, ან მართვის მოწყობაო. პასპორტი არ უთქვამს, მაგრამ პასპორტი არ მაქვს. არ გამიკეთებია, არ დამჭირვებია. თორე პასპორტითაც გაკეთდებოდა, ანუ გამომატარდნენ ამანაც. მივედი და არ გამომატანეს ამანათი, მაგრამ მითხრეს ისაა, რა ქვია, ამანათის კოდი მითხარითო და შევამოწმებ ნამდვილად არის თუ არა ჩვენს ფილიალშიო და შეამოწმეს და კი ბატონო არისო და მე ვიცი რომ ამანათი უკან ბრუნდება, თუ არ გამოიტან რაღაცა პერიოდის მერე უკან ბრუნდება. ხო და ვიკითხე რამდენ ხანში ბრუნდება უკან თქო და 15 თებერვალსო თუ რაღაცა მანამდე ჩვენთან იქნებაო. ну მოკლედ ერთი თვე იქნება ჩემი ამანათი მასში რა ქვია საქართველოს ფოსტაში და საქართველოში. ხო და დედაჩემს ურეკავდა არა ინტერნეტში და უნდა ვთხოვო რომ ზეგ გამოატანოს მარშრუტკას პირადობა, ხვალ ისედაც ვერ გამოვიტან, იმიტომ რომ კვირას არ მუშაობს მე მგონი ფოსტა. მე მგონი კი არა არ მუშაობს. დღესაც შაბათს 4-მდე მუშაობენ. ხო და თან კიდე ხვალ ისეთ პერიოდში ვარ სამსახურში, რომ ანუ 12-ზე მოდის დიდუბეში ჩვენი მარშრუტკა. ხო და 12 პირველზე მუშაობ მე ხვალ. ასე რომ ზეგ არის ზუსტად ის საათები, როცა მოვასწრებ. თან ორ შაბათია, მოვასწრებ თუ მოვასწარი ზეგაც. ზეგ მუშაობ მე მგონი პირველიდან 10-მდე. პირველი საათიდან 10-მდე მუშაობ მე მგონი და ვერ მოვასწრებ, მაგრამ თუ მოახერხებენ ვთხოვ მენეჯერს და მეორე მოლარე კონსულტანტს თუ შეძლებს 1 საათით მეტ ხანს დარჩენას მოვასწრებ მოკლედ და შაბათამდე ვერ გამოვიტან ამანაც. მაგრამ არა უშავს ეგრე მოხდა და სადაც ამდენი ხანი ვითმინე და ველოდე ამანაც, ეხლაც 2 დღე მოვიცდი. ძალიან ახლოს ყოფილა რუსთაველის მეტროდან. მე ხო ეს თქვენი რა ქვია, ეგრე არ მიყვარს მაპით მოდიალი. მაპი აჩვენებს რომ აი კილომეტრ ნახევარს რო აჩვენებს მაპი, ფეხით უნდა იბოდიალო და კილომეტრი ნახევარი შეიძლება გაიწელოს 7 კილომეტრზე, იმიტომ რომ მაპი ხანდახან უბერავს და ხან საიტზე გიყვანს, ხან საიტს და ამიტომ ფეხით ბოდიალის თავი არ მქონდა. ხო და წავედი აქედანვე ტაქსით. ძალიან მალე მივედი. და ესა გზას ხო უყურებდი იქეთობისას და ძალიან ახლოს ყოფილა თან ეხა რუსთაველი და თავისუფლება ზეპირად ვიცი ამ აქციებიდან გამომდინარე. აქციებზე რო დავდივარ, იქაურობა ზეპირად ვიცი სად რა არის და ეგრევე რო გამოვედი ფოსტიდან, გზაზე რო გამოვედი, ვიცანიე ადგილი და ძალიან ახლოს ყოფილა რუსთაველის მეტროსთან. ხო და ზეგ რო წავალ, მეტროთი წავალ, მერე ფეხით გავალ და აქეთობისას წამოვალ ტაქსით, იმიტომ რომ ამანათი ხელით რო არ ვატარო მეტროში. ხო და დამემართა, თურმე საჭირო ყოფილა პირადობა საჭირო რო არ იყოს, არ გააკეთებდა კაცი. ანუ როგორი რაღაცა იყო ეხა პირადობა და მიუხედავად იმისა, რომ პირადი ნომერი ზეპირად ვიცი და ასე ვთქვათ საქართველოს ბანკის და TBC-ის ბანკის ბარათი ტელეფონში რომ მაქვს, მიუხედავად მაგისა ყოველთვის დამქონდა ჯიბით, პირადობაც და საქართველოს ბანკის ბარათიც.
რა იცი მეთქი რა დროს დამჭირდება თქო და სულ სამსახურში მივდიოდი თუ სადაც მივდიოდი სულ ჯიბეში ვიდებდი უკანა ჯიბეში მე და ყოველთვის პირადობა და ესა საქართველოს ბანკის ბარათი ხო და ისე აღმოჩნდებოდა რომ როცა დამჭირდებოდა პირადობა მაშინ არ მედო ჯიბეში ხო და ეხლა ჯიბეში არ მდებოდა და სახში მქონოდა ჯანდაბას მაგრამ სოფელში ბაქ აქედან 300 კილომეტრში ხო და რა ვიცი აბა რა იმიტომ რომ როგორც გითხარით პოსტაც არ იქნება და დიდუბეში გასვლასაც ვერ მოახერხებ 12 საათისთვის ასე რომ გადაიდო ზეგამდე ჩემი ამანათის გამოტანა ისვენებს პოსტაში ნამგზავრია იმ ხელაგზიდან ჩამოვიდა დაღლილია და ეხა საქართველოს პოსტაში სადღაც საწყობში დევს ეს ჩემი ამანათი და ისვენებს დაისვენოს 1-2 დღე თოდვა ნამგზავრია იმ ხელაგზა გამოიარა აი ესეთი რაღაც დამემართა მაგრამ არაუშავს ეხა მე რო პოსტაში წასასვლელი არ ყოფილიყავი ვიკოტრიალებდი ლოგინში 12 პირველ საათამდე და მე ეგრევე წამოხვდებოდი ლოგინიდან და ეგრევე გავიდოდი სამსახურში ხო და დღეს რო ადრე ავდექი დიდი დრო აღარც დამჩაიდო რომ 12-ის ნახევარია უკვე მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია და ეხა ამ დროს გამოვიყენებ დავალაგებ სახლს თორე ჭურჭელი მოქვს დასარეცხი განსაცმელი დასაკეცი გარადაში შესალაგებელი ხო და ესე ამ დროს გამოვიყენებ 1 საათნახევარი დამჩათოსვლამდე რაღაც დამემართა მეგობრებო წაედი ახლა მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ პირადი ნომრის კარნახით ან თუნდაც ტელეფონში ფოტოს ჩვენებით თუ ვერ გამოვიტანდი ამანაც ვერ წარმოვიდგენდი ეს კამერა რანაირად მიდგას აი ესე უნდა იყოს ესე უნდა ვიყო მე აბა დროებით
არა, თამარი